მე ვითხოვ საჯარო ინფორმაციას. ხშირ შემთხვევაში არ გვაქვს პასუხი, დარღვეულია ის 10 დღიანი სამუშაო დღის ვადაც, მაგრამ თვეები გადის არ გვაქვს პასუხი, ან თუ გვაძლევს რომელიმე მუნიციპალიტეტი ძალიან მწირს. როდესაც საჯარო ინფორმაციაზე მედია ორგანიზაციას უარს ეუბნევიან ან ჟურნალისტის კითხვებს არ პასუხობენ მუნიციპალიტეტის მერები და ზოგადად ეგრეთ წოდებული მაღალჩინოსნები, ისინი პასუხს არა კონკრეტულ რედაქციას, არამედ იმ საზოგადოებას არაძლევენ, რომლის გადახდილი გადასახადებითაც ფინანსდებიან, ხელფასს იღებენ. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა გორის მერია, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა კრიტიკული მედიის კითხვებს დუმილით ხვდება, მაშინ როცა მათთვის ლოიალური მედიებისთვის მერიების კარი მუდამ ღიაა. კრიტიკული მედია საშუალებებისთვის საჯარო ინფორმაციის მიღება თვეობით გაწელილ ბიუროკრატიად იქცა, რატომ ეშინიათ შიდა ქართლის ჩინოვნიკებს მწვავე კითხვების და რატომ ირღვევა კანონი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ, ამ კითხვებს ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ასე პასუხობენ. ძალიან დიდი პრობლემაა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ თანამშრომლობს დამოუკიდებელ მედიებთან, ჩვენ არ გვაქვს საშუალება ზუსტად გავიგოთ რა იხარჯება ბიუჯეტის თანხები, როდესაც ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობა თავისი პრობლემის გამო მოგმართავს, ამ პრობლემაზე გვინდა პასუხები, მაგრამ არც სოფლის რწმუნებულები, არც გამგებლები ჩვენთან კონტაქტზე არ გამოდიან. შესაბამისად არ ვიცით ზუსტად თანხები რაში იხარჯება, არც ჩვენ და რაც თავარი არც მოსახლეობა. რეალურად ვიცით თანხაც იხარჯება. ნახეთ, რომ ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული სამთავრობო ტელევიზიებთან, ინტერნეტ გამოცემებთან, რაშიც ისინი რეკლამის სანაცვლოდ თანხას იხდიან. და შესაბამისად მათთან აქვთ მხოლოდ კონტაქტი და მათთვის სასურველ ინფორმაციას გასცემენ. პოლიტიკურ მეცნიერებებში არის ერთი ესეთი დაუწერელი კანონი, რომ ყველა პოლიტიკოსი, ყველა ის ხელისუფლების წარმომადგენელი უნდა იყოს ხალხის სამსახურში. თუ ეს პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური სუბიექტი არ არის ხელისუფლების, ასე ვთქვათ, წარმომადგენელი ხალხის სამსახურში, მაშინ ეს ხელისუფლება ვერ ასრულებს რაღაცა იმ მნიშვნელოვან და საჭირო მოვალეობებს, რასაც უნდა ასრულებდეს რეალურად ხალხის ხელისუფლება. ის რომ ხალხის ხელისუფლება არ არის ქართული ოცნება, ამას უკვე წლებია მიხვდა ქართული საზოგადოება. ჩვენ ვიცით მათი პოლიტიკა, ხო, რომელიც პლატფორმაც მას აკრიტიკებს, ის არის მიუღებელი, მათ არ შეუძლია დისკუსიაში შემოსვლა, მათ არ შეუძლია ჯანსაღი დებატები, მხოლოდ იფარგლებიან რაღაც საკუთარი ბაბლის წიაღში და ცვლიან რაღაცა ერთმანეთის კომპლიმენტებს, სულ ეს არის მათი მმართველობა. საჯარო ინფორმაციის დამალვა, რომ არა მხოლოდ პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა, არამედ პირდაპირი კანონდარღვევა, ამ თემაზე იურისტმა ალექსი მერებაშვილმა თრიალეთის ეთერში ვრცლად ისაუბრა. ეს მედია ორგანიზაცია თუნდაც რიგითი მოქალაქე, როდესაც მიმართავს საჯარო უწყება ვალდებული არის, რომ ეს ინფორმაცია მიაწოდოს ამ ინფორმაციის მომთხოვ სუბიექტს, ხო და აი აქ კიდე ხაზი მინდა გავუსვა მათ, ასე ვთქვათ, ყალბ პროპაგანდას გამჭირვალობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუ რაღაცა გამჭირვალობას ითხოვენ იქ, სადაც საჭირო არ არის აბსოლუტურად ეს გამჭირვალობა და სადაც ისედაც არის ეს გამჭირვალობა სახეზე და თვითონ მალავენ ინფორმაციას, რომელიც საჯარო უნდა იყოს და უნდა მიაწოდონ საქართველოს მოქალაქეებს. კანონმდებლობით, რა თქმა უნდა, არის ეს შესაბამისი პროცედურები გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს და სასამართლოს ძალით გამოითხოვოთ ეს ინფორმაცია, თუმცა მედია საშუალებებთან მიმართებაში მნიშვნელოვანი არის ხოლმე, რომ დროულად იქნეს მიღებული ეს ინფორმაცია, ხო, იმიტომ რომ 3 და 4 წლის შემდეგ უკვე აღარ არის რელევანტური ეს ინფორმაცია და აღარავითარ, ასე ვთქვათ, ფასეულობას არ წარმოადგენს არც საზოგადოებისთვის და შესაბამისად არც ამ მედია ორგანიზაციისას. სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პასუხის გაცემა დღეს კეთილნებაზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე კანონის უზენაესობაზე. მათივე შეფასებით ჩინოვნიკების დუმილი პირდაპირ გზავნილია ხალხისადმი. ჩვენ არ ვთვლით თავს ანგარიშვალდებულად თქვენს წინაშე.